კახეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთის ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ახალი ქარხანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ზეთის ხილის რთველში მიიღო მონაწილეობა. საწარმო 150 ტონამდე ნაყოფს გადაამუშავებს. იგი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ქარხანაში 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის რეგიონში ასეთი წარმოების გახსნა, მით უმეტეს, როდესაც არის ზეთისხილის ბაღებთან ახლოს, ეს უზრუნველყოფს აუცილებლად მაღალ ხარისხს, რაც შესაძლებლობას აძლევს ქართული წარმოების ზეთს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე, ზუსტად ასე იქნება ახალი მიმართულებით საექსპორტო პროდუქცია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს პროგრამების მხარდაჭერა ამ დარგის განვითარებაში. ეს არის მოგეხსენებათ ახალი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, 5000 ჰექტარზე მეტი არის უკვე გაშენებული და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახალ საექსპორტო პროდუქციას აჩენს ქვეყნისთვის. თქვენ ახლა იმყოფებით კახეთის შუაგულში, ჩვენ გადასარევი მართლა როგორც ყოველ წელს განსაკუთრებული რთველია, განსაკუთრებული მოსავალია. ზეთისხილის დღეს იხსნება ქარხნები, ამ ეტაპზე თქვენ ხედავთ, რომ თითქმის 1300 ჰექტრამდე მარტო ტალიბანის ველშია ზეთისხილის პლანტაციები გაშლილი. საერთო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა აღიტაცა და რაც შეიძლება უკვე ბევრი ტენდენცია წავიდა, რომ ბევრი პლანტაციები ირგვება ზეთისხილის დარგში. თვითონ ზეთისხილი ძალიან კარგად ხარობს და იღებთ საუკეთესო ნაყოფს. მსოფლიოს 48 ქვეყანაში ყოველთვის განსაკუთრებულია ქართული ზეთისხილი და ყოველთვის პირველ ადგილებს, წარმატებულ ადგილებს ვიკავებ. კახეთის რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზეთისხილის წარმოების განვითარება, ვინაიდან ზეთისხილის წარმოება მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პოპულარული დარგია. გარდა ამისა, აღნიშნული საწარმოს გახსნა რეგიონის მასშტაბით ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების დასს, ვინაიდან სეზონზე აღნიშნულ საწარმოში დასაქმებულია 500-მდე ადგილობრივი მოსახლე. ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ეკონომიკური განვითარების ამაღლებას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ეს მნიშვნელოვანი დღეა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტისთვის. დღეს ახალი ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა, რომელიც არამხოლოდ დედოფლის წყაროსთვის, არამედ თავმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს დამატებით გაზრდილ ინვესტიციებს, ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ გამოცოცხლებას და რაც მთავარია, ტარიბნის ველებზე ახალი სიცოცხლის შეძენას, იმიტომ რომ 1000 ჰექტარზე მეტი გაშენდა ზეთისხილი, დაემატა გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გამოუშვებს ხარისხიან პროდუქციას და აქ ხაზგასასმელია, რომ ეს მხოლოდ შიდა ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი და აქ მიღებული მაღალხარისხიანი პროდუქცია საექსპორტო პროდუქტი გახდება და ეს ქართულ ეკონომიკაში კიდევ დამატებით შემოსავალს ნიშნავს, ასე რომ მე მიამაყება, რომ დედოფლის წყაროში ასეთი პროექტები ხორციელდება.